საჩუქრები საქართველოდან. უდიდესი მადლობა თეას. ღმერთმა სულ გახარებული აღყოფოს მის ნიაზთან, მის დანიელთან ერთად, მის მეუღლესთან ერთად. ისე კი ყველი. დედა სანამ თეას ვესაუბრებოდი უკვე მიურთმევია. ბატონმა დანიელმა ჯურჯხელა. ერთი ძალიღა დაბჭა. რა გემრიელი ახელი აქვს ამ გოგოს. რა გული აქვს სასწაული. ეს ყლაპი უგემრიელესი ჩურჩხელა რაც დარჩა მადლიერი ვარო ერთი ჩურჩხელა დამიტოვა ბატონმა დანიელმა. ხატი ანა მარიამთან ერთად დედამ დამარქვა მელანოს დარქმევა უნდა თუმცა ასაკში იყო 53 წლის იყო 53-54 წლის მე რო გავჩდი ყველა ეუბნებოდა რომ მოიშალეო იმიტომ რომ ან ის გადარჩებოდა ან მე ან ორივე დავიღუპებოდით იმიტომ რომ ისეთი ურსულობა შემდეგ მოკლედ გაურთულდა და დედამ გადაწყვეტილება მიიღო რომ შეენარჩუნებინა ნაყოფი იმას მაინც იტყვიან მე თუ გარდავიცლები რომ ანა ჩემი შვილი დარჩაო და მარიამ ღვთისმშობელს უთხრა რომ თუ ისურვებ რომ გამიჩნდეს შვილი შენი ვიდეო გაწყდა ამიტომ ახლა ვიტყვი ჩარტს გავაკეთებ როგორც ყოველთვის თქვა რომ დედა შენ სახელს დავარქმევო ანასო თუ შვილი გადარჩება გადავრჩი და ამიტომ ქვია მარიამ ღვთისმშობლის დედის სახელი ანა ნახეთ ეს საოცარი ხატი სანთლები საოცარი წუნდა ბატონ დანიელისთვის სპეციალურად დაამზადებინა ნახეთ დანიელის ხატი წმინდა დანიელის იცით რა არის თავარი აი ყოველთვის საჩუქარს რატომ აქვს ამ ხელად ძალა იმიტომ რომ ჩუქების დროს იმ ხელა მთავარი არ არის ვისგან რა თქმა უნდა ვინც ამზადებს ვინც აი ეს ყველაფერი დაამზადა ხო რა ენერგეტიკა ჩადო ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა მაგრამ ყველაზე სასწაული არის ის ადამიანი ვინც ჩუქნის გესმით იმიტომ რომ რა ენერგეტიკასაც დევს რა სიყვარულსაც რა სასწაულსაც მისთვის ახლა აი ეს ხატები არის სასწაულმოქმედი და მართლა მოახდენენ ჩვენთვის სასწაულს იმიტომ რომ მას ასე სწამს და ჯერა და იმდენად ჯერა რომ მეც მჯერა მისი სასწაულის და ეს გაერთიანებული რწმენა ქმნის ზუსტად სასწაულს ამიტომ ხდება სასწაულები ამიტომ ვართ სასწაული ერი იმიტომ რომ იმდენად იმიტომ რომ ღრმად იმიტომ რომ იმხელა ბრძენიერი ვართ ქართველები და ეს სიბრძნე ერთმანეთს რო გადავცემთ ჩვენ რწმენას ჩვენს გვწამს სხვათა რწმენის და ძლიერდებით და ერთად ვახდენთ სასწაულებს ამიტომ იცოდეთ არც ერთი ადამიანის სასწაული არ არის მარტო მისი ეს ყველასი თქვენი არის თქვენ ხართ ამ სასწaulis გამაძლიერებლები ამ სასწaulis ხორცის შემსხმელნი არასდროს არ დაგავიწყებთ, ამიტომ სასწაული თქვენშია, თითოეულ ადამიანშია და რო ერთიანდება ეს სასწაული ეს რწმენა, აი მაშინ მატერიალიზდება საოცრება ამ ქვეყნიური. ამ საჩუქრებმა რა სურვილი გამიჩინა, რომ მეთქვა თქვენთვის ის, რასაც გაწვდით ხოლმე ინფორმაციას, თუმცა ახლა ასე ვიდეოშიც მსურს რომ ანალოგიური გითხრათ, იცოდეთ თითოეული ადამიანი ხართ სასწაულმოქმედი და ეს ჩემი აზრი არ არის ეს არის ის რისთვისაც მოვიდა იესო რასაც აზიარებდა რაც ოდრომაც გაიღვიძა მასში და აზიარებდა ის არ მოსულა რომ ეთქვა რომ მე ვარ ღმერთი და თქვენ თაყვანი მეცით არა ის მოვიდა რომ ეთქვა რომ გულს თელს ხელს რომ განავითარებთ თქვენ მშვენივრს რომ გააღვიძებთ სასწაულს სულს რომ დაუკავშირებთ ხელს გულს რომ დაუკავშირდებით მოусმენთ გულის ხმას ხომ როდესაც გადარჩენის რეჟიმს გამორთავთ და ჩართავთ შემოქმედების რეჟიმს განიკურნებით მაშინ დაუკავშირდებით თქვენ სულს და გაიღვიძებს ის ცოდნა ღმერთი
არსებული თქვენში გაიღვიძებს და თქვენ გახდებით სასწაულმოქმედები. მას არ უთქვამს, რომ მე თაყვანეთ დამელოდეთ, არა, როდესაც ვინმეს ელოდები, ნიშნავს, რომ არ ეძებ, არ უღრმავდები, როდესაც სხვისი მოლოდინში ხარ, ის მოვა და გადამარჩენს, არ ცდილობ საკუთარ თავის გადარჩენას, იცოდეთ, რომ თქვენ ხართ მკურნალი საკუთარი თავის. ამიტომ ნურავის ელოდებით. ეს უბრალოდ თქვენი სარკე უნდა ყოფილიყო. ის გეუბნებოდათ, გზა განახათ, თუ როგორ გააღვიძა მან ღმერთი საკუთარ თავში და როგორ გაგეღვიძებინათ თქვენში არსებული ღმერთი. ჩვენ ხომ ღმერთნის შვილი ვართ, ანუ რას ნიშნავს თავად ღმერთნი ვართ. უბრალოდ ამის გახსნება არის აუცილებელი, თუმცა როდესაც ნახეთ და ამის გამო დაისაჯა. არ მომხდარიყო მასიური გახვეწება. მაშინ, იმიტომ რომ შეეშინდათ, არ იცოდნენ რა მოხდებოდა შემდეგ, როგორ იქნებოდა სამყარო. ამიტომ ვინც მოკლა, იმან გაავრცელა, რომ უნდა დაველოდოთ ჯვარცმული იესო, რომ გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ მონები, გვახსოვდეს ჩვენი დანაშაული, რომ ვიყოთ ჩვენ შიში, რომ დავისჯებით, რომ ვიყოთ დანაშაულის შეგრძნებაში და ასე შემდეგ. ანუ დაბალ ვიბრაციული, როდესაც ეს გახლავთ დაბალ ვიბრაციული შეგრძნებები. როდესაც ამ ყველაფერში ხარ, როდესაც ისევ უპატიებლობაში ხარ, ვერ პატიობ შენ საკუთარ თავს, როდესაც შიში ხარ, როდესაც ტკივილში ხარ და ხედავ ხა ჯვარზე რა ასოციაცია მოდის, ეხლა რო ხედავ ჯვარზე გაკრული ესოს პირველ რიგში ასოციაცია მოდის მწუხარების, სინანულის და ასე შემდეგ, ხო? ისევ იმაში ხარ და როგორ გახდები ღმერთი? ღმერთი არის მიმღებლობა, ღმერთი არის პატიება, უპირობო სიყვარული, უპირობო, ყველაფერი უპირობო არის ღმერთი და შენ როდესაც რაღაცა პირობას გიწესებენ, ესე არის, თუმცა ხა გავუგოთ მათ. ეს ასე იყო აუცილებელი. როდესაც სხვას გამოეკიდები და ვერ იღებ იმას, შენ უნდა შეიცვალო. არა კაცო, ნუ შეცვლის სხვას, შეიცვალე შენ, შეიცვალე საკუთარი თავი, ის აგრესია, ის ცხოველური საწყისები, შეცვალე რა, გაზარდე, განავითარე და სარკე გახდი, როგორც იესო გახდა სარკე. ნუ შეგეშინდება. ახლა შენში ღმერთის გახვიცების ნახეთ, ღმერთი ცალკე არისო. ასე ვიყურებით. განგვაცალკევეს, ქალი მამაკაცში, ნახეთ, ქალს წვავდნენ. როდესაც ქალში იღვიძებდა ხოლმე სიმართლე, ქალიდან მზიარდება, ხო, ჭეშმარიტება. როდესაც ქალში იღვიძებდა ხოლმე სიმართლე, მე რას შვებოდნენ, წვავდნენ, კლავდნენ, ასე ჯადოქრებს ეძახდნენ, ვეძმას და ასე შემდეგ. რატო ეშინოდათ კაცებს ცვლილების, ეშინოდათ, არ იცოდნენ, რომ ეს ჭეშმარიტება დამარხეს, იესოსთან ერთად დამარხეს მისი სიმართლე და შეფუთეს სხვანაირად, რომ უნდა ვიყოთ დაბალ ვიბრაციულ შეგრძნებებში, შიში, წუხილში, იმაში და ვეძებოთ ისე ვითხოვოთ მას, არა და როდესაც საკუთარ თავს ჩაუღრმავდები, მაშინ ხდება სასწაულები. ეს ყველაფერი შიშის გამო დამალეს, ამიტომ ქალი დამდაბლეს, რომ ქალს არ გაეღვიძა ცოდნა, რაც არ უნდა დამარხო. ერთი რაღაც ვერ გაითვალისწინეს, რაც არ უნდა დამარხო, ის მაინც იღვიძა, რომ რასაც კლავ, ის ცოცხლდება. ასე არის მოწყობილის ცოდნა ვერ დაიმარხება. ის ქალში მაინც გაიხვიძებს, ახლა ამის დრო არის. ნუ შეგეშინდება საკუთარი ძალის. მოვდივარ დედი ახლავე. ნუ შეგეშინდება შენი თავის. გაახვიძე ცოდნა შენში. და მამაკაცო, დაეხმარე, უსაფრთხოდ აგრძნობინე ქალს თავი და დაეხმარე, გახდეს სასწაულმოქმედი. ყველაფერი ქალიდან იწყება. ქალი არის შემომქმედი.